საღამო მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? მოგესალმებით ყველას. როგორ გიკითხოთ? მედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით, მეგობრებო, საჯარო ლაივით, კითხვების გარეშე. რაც ამოვა იმაზე, ვისაუბრებთ დღეს, იმ თემაზე. გუშინ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შემოვედი. ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შემოვედი. ჯერ ინტერნეტიც არ მქონდა, ეხლაც ცოტა ჭედავს რა სიზამს არ ვიცი. მაგრამ მაინც ვსინჯავ. თუ გაწყდება, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ, თუ შემეშლება ხენი. ჩემი ხმა როგორ ისმის მთავარია. აბა როგორ გესმით ჩემი ხმა ძვირფასებო. ბათუმი როგორ ხარ ბათუმი? ძალიანაც კარგი. მივესალმები ჩემს ქალაქს. ძალიანაც კარგი თუ კარგად ისმის. ჩემო მეგობრებო. აბა როგორ ჩაიარა დღე, სანამ კარტებს მოვამზადებ, ჩემო ძვირფასებო. ცოტა უცნაურად ვარ, მაგრამ არა უშავს. ცოტა თავი მტკივა, წამალი დავლიე და მაინც მოვედი თქვენთან. დღეს არ ვიცი რაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ნახოთ რაც ამოვა ქვემოდან იმაზე ვისაუბრებთ მეგობრებო. არ ვიცი წინასწარ, მაგრამ რა ვიცი, რაც იქნება, იქნება. ნახოთ. გაიხარეთ, ეს ნიშანდობლივ არაფერი არ მჭირს. უფალს მადლობა. უბრალოდ ყველაფერი ერთად, თან სიცხეებია ძალიან. ცოტა ისეთი სამუშაოებრივი კიდე დატვირთვა, ფსიქოლოგიური დატვირთვა მაქვს უფრო სწორად. სიმართლე არის ეს. გამოჯანმრთელება მაშინ იქნება, როდესაც წავალ აქედან. ხო. როდესაც შევიცვლი ადგილმდებარეობას. კი. ძალიან ცხელა. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო. იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ჩემი ტაროს დასტაკი გადავურიე. მოდი ახლა ნახოთ. დღეს რაზე უნდა ვისაუბრო? თქვენთან ერთად რა უნდა განვიხილოთ დღეს? მოდი ამ ჩემი ლამაზი შემოდგომის დასტას დავარქმევ ამას, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიყვარს ეს ლამაზი დასტა. ავჩეხე და ნახეთ რა არის ქვემოდან დრო. რაღაცის დრო სრულდება, დასასრული. მოდი ამაზე ვისაუბროთ. რა არის დასასრული? გადავჩეხე მეგობრებო კარტი და სხვათა შორის ძალიან ლამაზი სურათია. დრო, რაღაცის დრო ახლოვდება. ენერგია მოგემატებათ, თავისუფლებას იგრძნოთ. მყუდროებას იგრძნობთ, ბევრთან სიმდიდრე შემოდის, თავისუფლება, ღმერთო რა მაგარია, ამისი დრო მოდის. ხო, მეგობრებო, იყავით თავდაჯერებულები, რაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რაც არ უნდა შემოვიდეს, იყავით თავდაჯერებულები, რაც მთავარია. ხო, რატომ უნდა ვისაუბრო ახლა ამ თემაზე? мотивация მოგეცემათ, ხალისი მოგეცემათ, პროგრესზე წახვალთ, მოინდომებთ, კონკრეტულად გადადგამთ ამ ნაბიჯს. კი. საკუთარ თავს დადგებით და ეტყვით, რომ უკვე საკმარისია, რაც იყო, მორჩა კინო, დამთავრდა სერიალები, დამთავრდა ზღაპრები და დავიწყებ ახალ ცხოვრებას. თქვენ ამას გაბედავთ. კი? ხო, არას ეტყვით წარსულს და ესეთი ნახტომით, ესეთი მონდომებით, მეგობრებო, მიაღწევთ თქვენსას. თქვენ თქვენსას მიაღწევთ. Достижение цели. Стремление и достижение цели. კი, მეგობრებო. ცეცხლს გააჩაღებთ. ძალიან კარგი კარტებია, კი. კონკრეტულად მეგობრებო. იცით რა არის კიდევ აქ?
კიდევ არის ის, რომ აი აქამდე რასაც შორიდან უყურებდით, რასაც ამ ყველაფერს აკვირდებოდით, რასაც აკონტროლებდით, აქამდე რა გქონდათ, ვის რა გქონდათ, მეგობრებო, აბა თქვენს ყველამ თქვენს საში ჩაიხედეთ, ვის რა გქონდათ. ხო. აი ამ ყველაფერს ეხლა მოიმკით. მოდი ასე ვიტყოდი. აი კი. აი ბატონო. კი. აი რაც აქამდე არ იყო, რაც აქამდე არ სრულდებოდა, რაცაც აქამდე ვერ მიაღწიეთ, რასაც აქამდე ოცნებობდით, აი უთვალთვალებდით, თუ ადამიანი იყო, თუ საქმე იყო, თუ სამუშაო იყო, თუ რამე სფერო იყო, აი რაც გქონდათ. ყველამ თავისას მოერგეთ თქვენსას, ხო? აი ამ ყველაფერს ეხლა დაიკავებთ, ეხლა დაიჭერთ, ეხლა მიაღწევთ, ეხლა მოიმკით. აი ხო. აი ამის დროა ზუსტად მოსული. აი რა მაგარია. კი, ვინ სიყვარულს ელოდებოდით და გაკვირვებულები დარჩებით. კი, ამის დრო მოდის, სიყვარულის დრო მოდის, სამსახურის შეცვლის დრო მოდის, თქვენი მიღწევების დრო მოდის, თქვენი აი თუ ავად იყავით, ავადმყოფობის დასასრული მოდის, თუ პატიმარი იყო ვინმე თქვენიანი და ამაზე იფიქრებთ, იმისი თავისუფლება მოდის, ყველაფრიდან, ცუდიდან განთავისუფლება თქვენი მეგობრებო. იმ მიზნების მიღწევა, რასაც აქამდე ელოდით, რასაც აქამდე ოცნებობდით, ვისაც ელოდით, რასაც ელოდით, რაც გინდოდათ, როგორიც გინდოდათ, აი ზუსტად ამის დროა მოსული. აი ეს მოდის, დაკარგული ყველაფერი, ეს მოდის მეგობრებო, რაც თქვენ დაკარგული გეგონათ. ხო, მოგემატებათ ძალა, მოგემატებათ ენერგია. აი სხვანაირად შეხედავთ ცხოვრებას, სამყაროს, ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ. კი. ბევრი სიმშვიდეს იგრძნობთ, ბევრი თავისუფლებას იგრძნობთ, ბევრი ბალანსში შეხვალთ, საკუთარ თავთანაც, ყველაფერთან ბალანსი იგრძნობთ, მეგობრებო. კი, თქვენ ამაზე ფიქრობდით. კი. მოკლედ ძალიანაც კარგია. ვისაუბრე ხო, აი ადამიანებიც ხვიც რო ყოფთდნენ თქვენ ცხოვრებაში. ესეც შეიძლება ესეთი ადამიანებიც აღმოაჩინოთ, მაგრამ არა უშავს, ხო უნდა გწოდნოდათ. ხო. და კიდევ ის რომ ესეთი ადამიანებიც ხვიც ვეღარ ჩაყოფენ თქვენ ცხოვრებაში, ესეც იქნება. კი. ვინც გეწინააღმდეგებოდათ, ვინც ჭორებს აქვეყნებდა თქვენზე. კი, აი მეგობრებო, სამყარო იმდენად უკვე სამყარო იმდენად შეზრწუნებული ამ ყოლაფრით, რომ ხო, აი ესე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლებოდა და ეს დიდხანს არასდროს არ გაგრძელდებოდა. ეს ძალიან კარგად უნდა გწოდნოდათ, რომ ასე ყოველთვის ვერ იქნებოდა, ამიტომ კი. ეს ყოლაფერი მოდის სამყაროდან, მეგობრებო, აი ამ ყოლაფრის დასასრული. დრო მოდის უკვე ამ ყოლაფრის. და აი სამყაროც გეუბნებათ, რომ კი, ამ ყოლაფრის დრო მოდის, ამ ყოლაფრის დასასრული მოდის, ცუდის დასასრული მოდის და კარგის დასაწყისია თქვენ ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. ამ ქვიშისაც დავტოვებ აქ. იმიტომ რომ ესაა ჩვენი დღევანდელი თემა. ქვიშის საათი. საჯაროა კი. ყოველთვის საჯარო იქნება მეგობრებო. ყოველთვის მექნება საჯარო. კითხვა პასუხით არ ვიმუშავებ. არც პირადში ვიმუშავებ და არც საჯაროდ კითხვა პასუხებზე. ძალიან ბევრი მწერთ, ერთი კითხვა, ორი კითხვა. არ გპასუხობთ, იმიტომ რომ არ ვმუშაობ მეგობრებო. ხო, აი დღეს უკვე კრუნჩხვები დაეწყო ტელეფონს. მომიტევეთ, მაგრამ კი, ასეა, ნუ რა ვქნათ. აჰა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო. აი ესე იყოს ახლა, რომ ქარმა არ წაიღოს. გამაგრილებელი მაქვს ჩართული და ეხლა მეგობრებო, ვინც ახლა შემოგვირთით, მოგესალმებით ყველას აბსოლუტურად უკლებლივ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. იმისთვის რომ ჩემთან ერთად ატარებთ ამ 1 საათს, 1 საათია თუ რამდენიც არის, არა აქვს მნიშვნელობა. და
მინიშნება იყო უკვე კი. არა უშავს, ვინც ვერ მოუსწარით, ავტვირთავ YouTube-ზე და შეგიძლიათ იქ უყუროთ. უბრალოდ თემა, საჯარო თემა რაზე ვისაუბრებთ, ქვიშის საათი. აი რისი დრო მოდის. აი რა არის ის, რაც უკვე მთავრდება თქვენთან და რა უნდა დაიწყოს ახალი, რისი დრო მოდის. ესაა დღევანდელი ჩვენი თემა მეგობრებო, რისი დრო მოდის. რა შემოდის და რა მთავრდება და რა შემოდის. რა დასრულდა და რა იწყება. მოკლედ იმედია ჩაიფიქრეთ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვისაც რა თემა, რისი დასასრული გსურთ, ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ვისაც რისი დაწყება გსურთ, ის ჩაიფიქრეთ. თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და პასუხებს აუცილებლად მოისმენთ და გაიგონებთ აქ ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე თქვენს თვალწინ გადავაბრუნებ ესე კარტებს. სიყვარულის, ხო, რა თქმა უნდა. ჯერ საკუთარი თავის სიყვარულის მეგობრებო. არ შემეწინააღმდეგოთ ეხლა არავინ ამაზე. საკუთარი თავის სიყვარული უპირველეს ყოვლისა. შემდეგ დანარჩენები რა, აი რის თქმას ცდილობს კარტი. ძალიან დანგრეულები ხართ, დაშლილები ხართ, დამწუხრებული ხართ. აი თითქოს და ოცნებები გაქვთ დამხობილი თავზე. ესე ხართ და აი ბევრი ჩაკეტილი ხართ. ვერაფერს ვერ ასრულებთ, ვერ აკეთებთ, ვერ გადიხართ, ვერ მოდიხართ, ვერაფერს ვერ აკეთებთ კი. ამის დრო იწურება, რასაც აქამდე ვერ აკეთებდით, რაც გინდოდათ და ვერ აღწევდით. აი ეს მეგობრებო, კარგით. დავიწყოთ მეგობრებო. დავიწყოთ. აბა დავიწყოთ. რისი დრო? აი რა იყო ეს? რა იყო კიდევ? რა იყო და ის იყო მეგობრებო, რომ თითქოს რაღაცა ყოველგვარი საფრთხის გადალახვას ცდილობდით, ლამობდით, ბრძოლობდით და ყოველთვის იყავით მზად იმისთვის, რომ აი ეს რთული პერიოდი ყოველთვის ხართ მზად ამისთვის. თუმცა ბალანსი გქონდათ, გაქვთ დაკარგული. ბალანსი, ბევრი თქვენთაგანი ახლა მარტოა, არავისთან ერთად არ ხართ, მარტო ხართ. ყველაფერში მარტო ხართ. მარტო ბრძოლობთ, მარტო შრომობთ, მარტო წვალობთ, მარტო პარტნიორი არა, არავიდან დახმარება არ გაქვთ. ხართ მარტო, სრულიად მარტო, თქვენს ოცნებებთან, თქვენს გეგმებთან, თქვენს მომავალთან, ბევრს ბინა გინდათ, ბევრს სახლი გინდათ, ბევრს მანქანა გინდათ, ვის რა გინდათ, ვინ რისთვის ბრძოლობთ და შრომობთ მეგობრებო. ვინ რისთვის წვალობთ. განაჩენის გამოტანა, გადაწყვეტილების მიღება. ბევრმა თქვენთაგანმა გადაწყვიტა ასე, რომ აი ესე ყოფილიყავით მარტო. იმიტომ რომ არაფერი არ გამოგივიდათ არავიდან. ვერავიდან ვერაფერი ვერ დაინახეთ. არავინ არაფერი არ გაგიკეთათ, არც გვერდით დაგიდგათ, არც საერთოდ ხელი წამოგაშველათ. არავის არ აინტერესებდა თუ როგორ იყავით, რა ტკივილებთან იყავით, სად იყავით, რა სჭამდით, რა სვამდით, რა გეცვათ, ვისით გეცვათ. ზოგადად აბსოლუტურად ყველაფერი. არავიდან არაფერი მეგობრებო. აი ამიტომ გადაწყვეტეთ ასე რომ თქვენ თავთან ყოფილიყავთ და თქვენს პრობლემებთან თქვენ თვითონვე. სხვის გარეშე. ხო. ამიტომ გადაწყვეტეთ ესე რომ მარტო არა. თავისუფლება, დამოუკიდებელი ცხოვრება კი რთულია, მაგრამ მაინც ესე არჩიეთ. და აი ზუსტადაც ესაა, რომ აი ნახეთ ამ გადაწყვეტილებით მიდიხართ ფინანსებთან, მიდიხართ ბედნიერებასთან, მიდიხართ იღბალთან და მიდიხართ აყვავებასთან. ეს მომიტევეთ, მაგრამ დღეს რაღაც რთულად გვაქვს ინტერნეტის მხრივ საქმე თუ რა ხდება, არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ დღეს ასეა კი. ამიტომ ამ ყველაფერს მიყავხართ თქვენს წარმატებასთან, ფინანსურადაც კარგად დადგებით, ან უკვე
უკვე დაწყებულია თქვენთან ფინანსური მატება, სულიერადაც ცოტა უკვე ამოისუნთქეთ, აღარ ხართ ისე როგორც იყავით ადრე, დამძიმებული, აღარ ხართ და ანუ ბედნიერება და იღბალი მოდის თქვენთან. ვისაც რა გინდათ, ის მოდის თქვენთან. თუნდაც ყველაფერი გინდოდეთ, ყველაფერი მოდის. აი ასე ზუსტად მეგობრებო. აი ჩვენი თემა, აი ეს მოდის ზუსტად ყველაფერი. აი ამის დრო მოდის. აი ზუსტად თემაც სათაური ჩვენი დღევანდელი თემა ამის დრო მოდის. დასასრულია წარსული ჯოჯოხეთის და აი ამის დრო მოდის, რომ თქვენ უკვე ყველანაირად კარგად იდგებით ფეხზე. აი ზუსტად. იღბალი, ბედისწერა, იღბალი, სულიერი და მატერიალური სიმდიდრე. ზუსტად მეგობრებო, რატომაც არა. როდესაც საკუთარ თავს ირჩევს ადამიანი, გადაწყვეტილების წინ, როდესაც დაგაყენებენ მეგობრებო, ყოველთვის დაიმახსოვრეთ, როდესაც დადგებით გადაწყვეტილების წინაშე, არჩევანის წინაშე, აირჩიეთ ყოველთვის საკუთარი თავი. ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი და ესაა ზუსტად იმ გზაზე რომ მიგიყვანთ, სადაც თქვენი წარმატებაა. აი ზუსტად იმ გაჭირვებით, იმ სირთულეებით, იმ პრობლემებით, იმ ცრემლებით, იმ ტანჯვით და იმ წამებით მეგობრებო, მაინც აირჩიეთ საკუთარი თავი. ზუსტად. ვაიმე წასასვლელი არ მაქვს და სად უნდა წავიდე 2 შვილით, 10 შვილით. ეს არასოდეს არ იფიქროთ. არც მამაკაცებმა და არც ქალბატონებმა. ეს არასოდეს არ იფიქროთ მეგობრებო. ვაიმე რამე შველება, ვაიმე არ მაქვს წასასვლელი, უსახლკაროდ ვარ, ქუჩაში ვარ, არასოდეს ესე არ იფიქროთ. ხო. ხელმა სამყარო რომ ზურგი შეგაქციოთ მეგობრებო. უფალი არასდროს არ შეგაქცევთ ზურგს, ასე რომ ასე არასოდეს არ იფიქროთ. ყოველთვის აირჩიეთ საკუთარი თავი, კი. კიდევ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ? ზუსტად ის, რაშიც იყავით მოტყუებული. ზუსტად ის, რაც საფრთხეს გიქმნიდათ და ზუსტად ის, რომ თქვენს ნერვებზე თამაშობდნენ ადამიანები, თქვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდნენ. ეს შეიძლება ყოფილიყო საზოგადოება, მეგობრები, მეზობლები, დედმამიშვილები, დედმამა, ნათესავები, გარემოება, სიტუაცია არ აქვს მნიშვნელობა. აი ნახეთ, ქვემოდან რა კარტია? აი წარმატება, ბედნიერება, კარგად ყოფნა, ჯამრთელობა, რაც მთავარია და აი იმ პრობლემების დასასრული, ზუსტად, აი ეს პრობლემების დასასრული, ბევრი აღარ დაგჭათ, სულ ცოტა და ეს რაც არის, ეს უკვე თქვენთვის მტკივნეული აღარ არის მეგობრებო. თუ დაუკვირდებით, უკვე მტკივნეული აღარ არის. შეიძლება იყოს უკვე პრობლემა, ეხლაც იყოს რაღაცა დარჩენილი, მაგრამ ეს თქვენთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. იმიტომ რომ უარესი უკან დარჩა. ხო. უარესი უკვე იყო. აღარა ისე უარესი, ისე მტკივნეული აღარა. კიდევ რა შემოდის? კიდევ რა და ის მეგობრებო, სადაც იყო ცალმხრივი სიყვარული, სადაც იყო ცალმხრივი გრძნობები, ცალმხრივად ურთიერთობაზე მუშაობა, სადაც მხოლოდ თქვენ დებდით ურთიერთობაში ყველაფერს და სხვა არავინ, თქვენი პარტნიორი არა. საი ეხლა გახდებით საკუთარი თავისთვის ეგოისტები. ზუსტად და ნახეთ? აი მეგობრებო, აი ზუსტად ის რომ ეგოისტი გახდით, ზუსტად ის რომ თვალები გაახილეთ, ზუსტად ის რომ გონზე მოდით, ის რომ ზუსტად აღარ გინდოდათ ესეთი ურთიერთობები, სადაც მხოლოდ თქვენ ზრუნავდით გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, სიმდიდრეზე, ჭამასმაზე, მომტანი და გამტანი და შემომტანი. იყავით თქვენ ამ ყველაფრის გადამრჩენელი და ამთავრეთ თქვენ ეს ყველაფერი. და ის ზუსტად ესაა, რომ ამ ყველაფრით მიდიხართ კარგისკენ, ოჯახის შექმნამდე მიდიხართ. თუ თქვენს პარტნიორს არ დაუთმეთ, რას მას უნდოდა, აი ზუსტად აქ ვართ. ხო. აი ზუსტად მეგობრებო, საკუთარი ინტერესებით მოხვედით აქამდე. აი ეს დამთავრდა, წარსული დამთავრდა მეგობრებო. ხო. ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა. ის გზა, რომელიც სირთულეებზე გადიოდა, ის ცხოვრებისეული გზა, ის ადამიანების ჩარევები, რომლებმაც აგიღმართეს ბარიერები,
ხო. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან ბევრი დაბრკოლებები შეგექმნეს. სირთულეები, სიზნელეები, პრობლემები, მცდელობები, ცუდი მცდელობები, მეგობრებო, დამთავრდა. ეს უკვე აღარ იქნება დარჩა წარსულში, კი? რწმენის დაკარგვა. აი რწმენა რო ქონდათ დაკარგული. ნახეთ, ქვემოდან რა კარგია? აი ეს რწმენა გიბრუნდება ზუსტად. თქვენ რო ვერაფერმა ვერ მოგერიათ. აი გასაშვები უნდა გაუშვათ. აი ესეთი ტყუილებზე აგებული ურთიერთობა, თუნდაც ცოლქმარი ყოფილიყავით, ერთი ოჯახის წევრები. თუნდაც მეგობრებო, დასასრულებელი უნდა დასრულებულიყო. გაუგებრობა სადაც არის, ის ურთიერთობა უნდა დასრულდეს და თუ დასაბრუნებელია, მე უფალი იზრუნებს ამ ყველაფერზე. თუ იქნება ღირსი თქვენი პარტნიორი, თქვენი ღირსი თუ იქნება, თქვენი პარტნიორი, იმ შემთხვევაში დააბრუნებს სამყარო. სხვა შემთხვევაში არა. აი რაც თქვი, დრო შეხედავს, სამყარო შეხედავს, როგორი იქნება ეს ყველაფერი, როგორ წავა და ეს ყველაფერი იმოქმედებს მე ზუსტად იმაზე, რომ თქვენ როგორც გჭირდებათ და თქვენ როგორც გესაჭიროებათ, ისე დაბრუნდეს თუნდაც თქვენი პარტნიორი. სხვანაირად არა, ფანტაზიებით, ილუზიებით, დაპირებებით, თითქოს რაღაცის ეს მოჩქმალვით არა, მეგობრებო. სიახლეებით. სანამ არ ეცდება თქვენი პარტნიორი იმას, რომ თქვენ როგორც გეკადრებათ, ისე უნდა მოვიდეს თქვენთან, მანამდე ვერ მოვა. თუ არ იფიქრებს იმაზე, თქვენ როგორც გეკადრებათ, არც მოვა, არ ელოდოთ. თქვენ ზოგადად ამ ადამიანს არც უნდა ელოდოთ. არა, მეგობრებო. სანამ არ ისწავლის მუშაობას ურთიერთობაზე, თქვენი პარტნიორი, ეს დრო მას არ დაუდგება. ამას არც თქვენ არ ელოდოთ. არ ელოდოთ, იცოდეთ, აქედან გაფრთხილებთ. როცა ისწავლის ურთიერთობაზე მუშაობას, მერე მოვა. თქვენც დაისვენებთ და ისიც. ერთად დაისვენებთ, ერთად წახვალთ სადღაც, ერთად მოხვდებით სადღაც, კი. აი ამ ყველაფრის დროა მოსული. დასრულდა წარსული და იწყება ახალი. კიდევ რას გვეტყვის კარტი? მოდი აბა კიდევ რას გვეტყვის მეგობრებო. ჩემი დასტა კიდევ რას გვეტყვის? საინტერესო გაშლა დღეს. კიდევ რა? ხო, რთული სიტუაციების დასასრული. იქ სადაც არ გაფასებდნენ. ეს არის დაუფასებლობის კარტი. იქ სადაც ეგოისტურად იქცეოდა სხვები და თქვენ იყავით დაჩაგრულები. იქ სადაც იყავით მარტო, თუნდაც ურთიერთობაში იყავით, მაგრამ თქვენ მაინც მარტო იყავით. თქვენ იყავით ყველაფერი და იმიტომ. მხოლოდ თქვენ ასრულებდით ყველას და ყველაფრის მოვალეობას. დასრულდა ეს გამოყენებითი ურთიერთობები, დასრულდა მეგობრებო. ხო, აი, რა შემოდის? ოხო, რა შემოდის მეგობრებო? რა შემოდის? საინტერესოა როგორ შემოდის, თუ არა შემოდის კი? უყურეთ ახლა. ადამიანი, რომელიც ტყუილებით იყო შემოფარგლული, ჯერ ეს ერთი ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ შორიდან აკვირდება მის ჩადენილ ტყუილებს, მის ჩადენილ საქციელებს, რომელიც იყო ტყუილებით. ურთიერთობაში სადაც იყავით მარტო, აი ზუსტად ამ ურთიერთობაზე საუბრობდა ალბათ აქ კარტი, ხო? ეს ადამიანი ახლა მოდის თითქოს პასუხისმგებლობით. კიდევ რას გვეტყვის? ხო, კიდევ ის რომ ამ ადამიანს არ უნდა დაუჯეროთ, მაინც არ უნდა დაუჯეროთ მეგობრებო. მანიპულაციებით მოდის, ტყუილებით მოდის, მაგრამ ტყუილებით. ადამიანმა, რომელმაც ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზედაპირულობით იყო გამჭვალული და ადამიანი, რომელიც მოჯაჭულია თქვენთან. მაგრამ ეს ურთიერთობა არის ტყუილები ისე. კი, მეგობრებო. იმიტომ მოდის, რომ ეს ადამიანი კრიზისშია, კონფლიქტშია, ცუდათაა. ავადმყოფურათაა. და კარტი გაფრთხილებთ. ეს არის გაფრთხილების კარტი. კონფლიქტის და აი კრიტიკის და ურთიერთ გაგების არა. აი ერთმანეთში ხმერთა როგორ მინდა ზუსტად თქვა, აი ხასიათის შეუთავსებლობა მეგობრებო. აი ამ კონფლიქტს აარიდოთ უნდა თავი.
ეს არის კონფლიქტის კარტი და ეს არის რაღაც ისეთი კარტი, ცუდის კარტია მოკლედ. ამ ყველაფერს თავი უნდა აარიდოთ, თუმცა ეს ადამიანი გამოვა მაინც კონტაქტზე. კი, აი ნახეთ, ტყუილებით. წარსული. იგივე წრეზე სიარული მეუღდება, ხო? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მიიღეთ ეხლა რასაც ვამბობ გაფრთხილებად. თქვენ ცხოვრებაში ბრუნდება წარსული, რომელიც არის კიდევ ტყუილებით. იგივე წრეზე სიარული. კი. ამბობ მეგობრებო, აი ეს ხართ თქვენ. ეს ხართ თქვენ. მოდის ეს ადამიანი, მაგრამ დააკვირდით რისთვის მოდის. უსამართლობა. რომ აარიდოთ ამ ყველაფერს თავი. კი, ეს მეგობრებო, კი, მეგობრებო. არ ენდოთ ამ ადამიანს. არ ენდოთ. ამ ადამიანს არ ენდოთ. დააკვირდით, დამკვირვებლის როლი მოირგეთ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც დაბრუნდება თქვენთან ადამიანი, რისთვის დაბრუნდა? დააკვირდით, დამკვირვებლის როლი მოირგეთ. გაგთხილებთ ყოველთვის. მე არ გეუბნებით, რომ ხელი კარით და არ მიიღოთ. დააკვირდით. კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ? ხო, აი, ღალატი. აი, მეგობრებო. დაცილება, არასწორი გეგმები, არასწორი იდეები, ურთიერთობა დაშლილია და ეს ადამიანი ბრუნდება კი. ამ ადამიანმა წავიდა თვითონ დასვა წერტილი, მაგრამ ეხლა თვითონ ბრუნდება. და ამბობს, რომ არასწორი გეგმები იყო, გზას აცდა, როიტყვიან. აი, თვითონ მისი პრობლემები. აი, მეგობრებო, ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი ეხლა. და უნდა რომ ამ ტრანსფორმაციიდან გამოვიდეს თქვენს ხარჯზე. აი ასე. რა რჩევას მოგცემთ კარტი? აი რა რჩევას მოგცემთ კარტი უბრალოდ ეხა მაინტერესებს ძალიან მეგობრებო. რა რჩევას მოგცემთ კარტი? აი თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თუ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი. რა რჩევას მოგცემთ კარტი? მეგობრებო, რჩება ის რომ დედა. რჩება ის რომ თქვენ იყავით მშვიდად, არ ინერვიულოთ არაფერზე არ ინერვიულოთ. დააკვირდით კარგად, ეს ადამიანი მოდის, კი, გზაშია მეგობრებო. ბევრთან შეიძლება დღესაც მოვიდეს, მოგიკაკუნოთ ფანჯარაზე, მოგიკაკუნოთ კარებზე, მოგწეროთ შეტყობინება ინტერნეტით. კი, რომ მოვდივარ, ჩამოვდივარ, მოსვლა მინდა, გზაში ვარ, დღეს მოვალ, ხვალ მოვალ, ანუ რაღაც მსგავსი, მეგობრებო, ბრძოლით მოდის, ემოციებით მოდის, თავდაცვით მოდის. აი რა ვიცი, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, მოდის. კი, თუ კი ტრანსფორმაცია გაიარა, დააკვირდით ამ ადამიანს, რომ მოვა. ტრანსფორმაციიდან მოდის, მეგობრებო. ტრანსფორმაციის კარტია ბოლო. და აქედან მოდის. აი როგორ მოვა თქვენთან დააკვირდით, რა მიზნებით მოვა, რა იდეით მოვა, საქციელებს და ქმედებებს დააკვირდით, სიტყვებს არა. გადაწყვეტილების მიღება იქნება თქვენზე. ეს თქვენზე იქნება უკვე, თქვენ რას გადაწყვეტავთ, მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს. ადამიანმა, რომლებმაც ცუდ დღეში შეგიყვანათ, ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა თქვენთან მიმართებაში. ხო. კარგად დააკვირდით, აი მეგობრებო. ხო. აი თქვენს თვალწინ ვიღებ კარტს. ადამიანმა, რომელმაც ამოგაყირავათ, გაიგნორათ. ხო, აი არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა ეს ადამიანი მოვა კი. ამ ადამიანს ბევრი რაღაც უთქმელი აქვს თქვენთვის რაღაცები არ იცით თქვენ ამ ადამიანზე. თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ და დააკვირდეთ ქმედებებს. რაღაცას გიმალავთ ეს ადამიანი. ხო.
თითქოს რაღაცა საუბარი უნდა თქვენთან და მოდის ამიტომ მოლაპარაკება უნდა, რაღაც საუბარი უნდა თქვენთან მეგობრებო. თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ კარგად, აცადოთ რისი თქმა უნდა. მახსოვს ამას წინ ჩვენ გქონდა აი ზუსტად მსგავსი საჯარო ლაივი. თუ საჯარო გქონდა რაღაცა, გქონდა ლაივი იყო თუ საჯარო გაშლა გქონდა, აღარ მახსოვს, მაგრამ გქონდა მსგავსი, რომ აი მოусმინოთ უნდა, უბრალოდ მოусმინეთ ამ ადამიანს. ხო. აი, კი, ოჯახი უნდა. ვიტყვი რომ ოჯახი უნდა, კი. მაგრამ აი თქვენ დახვდებით ესე. ესეც არაა გასაკვირი, უკვე რომ თქვენ ესე დახვდებით, კი. ესეც არაა გამორიცხული. ტელეფონი გადახურდა. არ ვიცი რა დაიმართა დღეს. მაგრამ კი, გამარჯვებით მოდის მეგობრებო. ეს ადამიანი უნდა თქვენზე გამარჯვება უნდა. იმიტომ რომ ამბობს რომ თქვენ მისი საკუთრება ხართ, არ ვიცი, ძალაუფლების მოპოვება უნდა. ამ ადამიანს უნდა რომ თვითონ იყოს მართველი ამ ურთიერთობის, მაგრამ არა მხოლოდ მართველი ფიზიკურად, ფინანსურადაც უნდადეს, რა პრობლემაა? დააკვირდით ამას. მართლობა რაში იგულისხმება? თავისუფლებას თქვენ ვერავინ ვერ წაგართმევთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ მეგობრებო. მე საკუთრეობას ადგილი არ უნდა კონდეს. არც თქვენგან და არც მისგან. ესეთი ურთიერთობის მე არ მწამს. არა, ურთიერთ შეთანხმება. საქციელებს დააკვირდით ადამიანის. ხო, თითქოს მოდის, კი, მალე მოვა, ძალიან მალე მოვა მეგობრებო. აი გეუბნებით, ძალიან მალე. ძალიან მალე, დღეები. უკვე დღეები, დრო, აი დროც მეგობრებო. აი ამასაც დააკვირდით, დრო უკვე არის ამის მოსული. დღეები, შეიძლება საათიც, შეიძლება წუთებიც. არ გამოვრიცხავ წუთებსაც, იმიტომ რომ ქვიშის საათი და წუთებია, მეტი არაა. ხო. წუთი და რამდენიმე საათი მეგობრებო. კი, სხვათა შორის სტაბილურობით მოდის, კი, მაგრამ არჩევანის გაკეთება თქვენზე იქნება. ეს აქტი არის ბოლო არჩევანის გაკეთების და ეს არჩევანი თქვენზე იქნება დამოკიდებული. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე, სხვანაირად ვერა. ხო, აი ასე მეგობრებო, ამიტომ კარტი გაფრთხილებთ, რომ როგორ მოდის ადამიანი, დააკვირდით და მოირგეთ დამკვირვებლის როლი და საქციელებზე დააკვირდით ადამიანს. ხო, არ გეუბნებით, რომ არ მიიღოთ და არავითარ შემთხვევაში და ადრე იყო დრო, რომ ვამბობდი არ მიიღოთ, მაგრამ აი ყოველთვის რაღაც ცვალებადია სიტუაცია, ამიტომ კი დააკვირდით, რისთვის მოდის ადამიანი და საქციელებს დააკვირდით. კარტი გადამივარდა. კარტი გადამივარდა მეგობრებო და ეს არის პატივისცემის კარტი. ეს კარტი არის პატივისცემის და ეს ადამიანი შეხედეთ ახლა თქვენი პარტნიორი. აი არა, ამ კარტს ჩავაბრუნებ უბრალოდ ახლა მაინც. ეს არის თქვენი პარტნიორი, რომელიც სარკის წინ დგას და საკუთარ თავს ილამაზებს და აი ელაქუცება, მოდი ასე ვიტყოდი, საკუთარ თავს ეფერება და აი გვირგვინი ხელში უკავია. აი თავის თვითონ ადგამს გვირგვინს საკუთარ თავს ეს ადამიანი. ხო. ამ ადამიანმა იცის მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემა. საკუთარ თავს იღწევს მხოლოდ პატივს ეს ადამიანი. მეც არავის, ჯერ საკუთარი თავი და მე სხვა დანარჩენიო. ანუ არის ამ ადამიანს ახლა ამ კარტის შემხედვარე მე მიჩნდება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ორი ვარიანტი აქვს ამ ადამიანს. პირველი არის საკუთარი თავი და მეორე არის სხვა არავინ. მხოლოდ საკუთარი თავი. ხო, ორივე ვარიანტი მისია. აბატონო. გასაკვირია, ხო? კი. ჩემთვის მიუღებელია ესეთი მაგალითად. საღამო მშვიდობის ყველას. ვინც ახლა შემოგვირთვით, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ყველას და მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მოვედი კი დღეს მოვედი, მაგრამ ჭედავს ტელეფონი, ინტერნეტიც ჭედავს, ტელეფონიც ხურდება, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ კრუნჩხვები აქვს ჩვენი პარტნიორი დღეს კრუნჩხვებშია. წინა ორი ლაივი შეგვარგოთ, დღეს კრუნჩხვები აქვს. ყובה შემოტევა აქვს, დღეს შეტევები აქვს თქვენს პარტნიორს და ჩემსაც თუნდაც. კი, იმიტომ რომ დროც იწურება და მაც იცის რომ დრო იწურება, დღე ელევა.
ჩვენს ქუცურას ღეელევა. ხა, დრო ელევა. აბა რა მეგობრებო, რამდენი უნდა მიცე დრო ადამიანს? დროს მივეცით დრო, მაგრამ რამდენი, ხო? ჩვენც უკვე მოთფინების ფიალა აგვევს. აბა რა? მოდი ახლა შევეკითხოთ ჩემი ასტრაბარათით. ჩვენი ასტრაბარათით. აი ზუსტად დღევანდელი ჩვენი დრო. ქვიში საათი. რა საიდუმლოებებს აეხდება ფარდა? აი ეს ქვიში საათი რომ ჩამოილევა. აი ასე მეგობრებო. რა საიდუმლოებებს აეხდება ფარდა? აი ეს ქვიში საათი რომ ჩამოილევა. რა საიდუმლოებებს? ხო, აი ახლა უყურეთ რა ხდება აქ. ეს არის გულწრფელობის კარტი. ანუ, რა საიდუმლოებებს აიხდება ფარდა და მეგობრებო, იმდენად გაოცებული დარჩებით ამ ყოლაფრით. რა საიდუმლოებებსაც აიხდება ფარდა, იმდენად გაოცებული დარჩებით და დაბნეულებით, აიბნევით მეგობრებო. ხო, ბევრი თქვენთაგანი შეიძლება შოკირებული დარჩეს თქვენივე შოკით. და რატომ? აი ესე იგი უყურეთ ახლა ადამიანი ახლა უყურეთ დაბნეულობას რა ადგილი აქვს. ადამიანს უნდა რაღაცა დაწეროს რვეული აგერ აქ და აი კალამი აგერ აქ გვერდით გაწეული. ანუ რო იტყვიან ბალზე ვიქნებით და ტყემალს შევჭამთ. ესე გვეგონება. ხო, აი რაღაც მსგავსი შედარებას ვაკეთებ და ხვდებით, ხო? იმდენად დაბნეული იქნებით სიტუაციით, რომ გაოცებულები იქნებით მეგობრებო. ხო, უყურეთ ახლა რა ხდება აქ. აი მაგალითად. რვეული აგერა. მელანი აგერა აქვს და კალამი აგერა აქვს გაწეული ადამიანს. იმდენად დაბნეულია. მანც არ იცის რა ხდება. შოკი გექნებათ მეგობრებო. ხო. რა საიდუმლოებებს აიხდება ფარდა? მოკლედ. ჯერ ერთი დავიწყებ იქიდან რომ იმდენად გაბედულები იქნებით. ხო, რაც ცხოვრებაში არ გაგიბედიათ მეგობრებო. რაც ვერ წარმოგედგინათ თუ თქვენ ამას შეძლებდით. ანუ ეხლა მივდივართ საკუთარი თავის გაბედულობებისკენ. ისეთ რაღაცებს გააკეთებთ თქვენ? ხო? თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ ამ ყოლაფრის, მეგობრებო. საკუთარი თავის გაგიკვირდებათ. ეს მე როგორ შევძელიო? ეს მე როგორ გამომივიდა? ეს მე ვარ? ამას კითხავთ საკუთარ თავს. ეს მე გავაკეთე? ეს ნაბიჯი მე გადავდგი? ეს მე მოვიმოქმედე? ეს მე ვთქვი? აი რაღაც მსგავსი. შოკს მიიღებთ მეგობრებო. იმას, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდით, იმას, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, იმას გაბედავთ. გაუფასურდება თქვენთვის ის, რაც იყო ფასეული თქვენთვის. სულიად სხვანაირად შეხედავთ ყველაფერს, სულ სხვა ალღოს აუღებთ ყველაფერს, სულ სხვა გზით წახვალთ მეგობრებო. მეორე მხრიდან შეხედავთ თქვენს ცხოვრებას და გაოცებულები დარჩებით მეგობრებო. გაგიკვირდებათ. რო აქამდე სად იყავით, ჭურში რო იყავით აქამდე. ძალიან ბევრ რაღაცას დაასრულებთ. საერთოდ დაასრულებთ ყველაფერს, რაც თქვენ აღარ გინდათ, რასაც ითმენდით, იმას აღარ მოითმენთ. რასაც თმობდით, იმას აღარ დათმობთ. სულ სხვანაირი იქნებით მეგობრებო. აი აიხდება ფარდა ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს აიხდება ფარდა. ვინ რა იყო, ვინ როგორ იყო, რა სად როდის ყველაფერს გაარკვევთ აბსოლუტურად. თუ კი რაიმეზე შეკითხვა გქონდათ, ყველაფერს გაიგებთ, პასუხი გეცოდინებათ ყველაფრის. კი. ეს არის ნოსტრადამუსი, მერლინი. ეს არის მერლინი, ყოვლის შემძლე. ეს არის ყოვლის შემძლე ადამიანი სიკეთის მხრივ ოღონდ. ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ეს ადამიანი უბრუნებს ყველაფერს, ვინც რა დაიმსახურა. ოღონ ამ გაგებით. ხო. დააკვირდით უბრალოდ. ორივეში ჯოხი უკავია, ამაში კალამი უკავია და ამაშიც კალამივით უკავია მეგობრებო.
უბრალოდ დააკვირდით და ქვემოდან შეხედეთ რა კარტი მაქვს. ეს არის ბედის კარტი. ეს არის საიდუმლოებების კარტი. აი ძალიან ბევრ საიდუმლოებებს აი ხდება ფარდა. შეხედეთ ახლა. ეს კარტი ქვევით ნახეთ აქ რა ხატია. ძალიან ბევრს გაიგებთ, რაც აქამდე უცნობი იყო თქვენთვის. თუ ეს მაგიები იყო, ამას გაიგებთ, ვისგან იყო და რა იყო და როგორ იყო. თქვენი ცხოვრება რატო იყო აქამდე ასეთი, ამასაც გაიგებთ. ვინ გააკეთა, ამასაც გაიგებთ, რა გაგიკეთათ, ამასაც გაიგებთ, რატომ გაგიკეთათ, ამასაც გაიგებთ. ყველაფერს გაიგებთ აბსოლუტურად, მეგობრებო. არ გეგონოთ რამე დაგვრჩეთ გაუგებელი. მეც ამას ველოდები. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, პასუხგაუცემელი და აი ამ ყველაფრის პასუხს გაიგებთ. მეგობრებო. ცნობიერი თუ არა ცნობიერი, ყველაფერი აბსოლუტურად შედის ამაში. ხო. აი ასე. კი. კი ბატონო. ხო, ძალიანაც კარგი. კიდევ რა? რას გაიგებთ კიდევ? რა არის ის, რასაც აიხდება ფარდა? რაც თქვენ არიცით და აიხდება ფარდა? ხო, ის რაც ცნობის მოყვარეობა კლავდათ აქამდე. ვიზე, რაზე და რამეზე. ხო, აი ყველაფერი მეგობრებო. აი ყველაფერი. თქვენ ამ ყველაფერს ელოდით. თქვენ იცოდით რომ ეს ყველაფერი ასე იქნებოდა და აქამდე მიდიოდით. კი, აქ მე მეგონა რომ ამ ადამიანს ამ ამის თავსახური ჰქონდა ხელში, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი მეგობრებო, ამას აქვს კამათელი. კამათელი აქვს ხელში. ანუ ის რომ თქვენ ყველაფერს ამომწურავად გაიგებთ. 2-5-იანი თუ 2-6-იანი კამათელებზე რომელია ბოლო ყველაზე მაღალი მეგობრებო. მე ნარდის თამაში არ ვიცი, ასე რომ არ ვარ კარგად ანუ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. კამათელზე რომელი რიცხვებია ყველაზე მაღალი, შაშიბეში თუ დუბეშიო რას უძახიან, არ ვიცი, ხო? აი ზუსტად. ამ ყველაფერს მოიგებთ და გაიგებთ თქვენ. კი. თქვენ ყველაფერს გაიგებთ. თქვენ ყველაფერს გაიგებთ. ხა. შეიძლება მომწურავი პასუხები კარტებთან ნახოთ. შეიძლება მკითხავთან წახვიდეთ. აი რაღაც მსგავსი, ხო? და აი ყველაფერი ამომწურავად გაიგოთ, მეგობრებო. ეხლა მე ამის მიმართულება არ ვიცი, ვინ რას როგორ გაიგებთ, მაგრამ ეს მკითხავის კარტიცა და მაგის კარტიცა. ამიტომ ხო, ეს შეიძლება კი მკითხავიდანაც ვინმე გადაწყვიტოს, რომ აი ოფიციალურად მკითხავს მიმართოს და ამ ყველაფრის თქვენი უბედურების თუ რაღაც დაბრკოლებების თავი და თავი მიზეზი გაიგოთ ყველაფრის აბსოლუტურად, ამ მომწურავი პასუხები გაიგოთ ყველაფრის კი. ესეც არაა გამორიცხული. კიდევ რა არის ის რაც უნდა გაიგოთ? რა არის ის, რასაც აიხდება ფარდა? აი ეს უკვე მომწონს. ხა. აი ეს კარტი ძალიან მიყვარს. აი კარგისკენ მივდივართ მეგობრებო. ყოველთვის ცუდად ვერ გვექნება საქმე. ეს კარგის კარტია. ხა. ეხლა გეტყვით რა არის. ეს არის სენტიმენტალურობა აწერია Z, მაგრამ ცით ეს რისი კარტია? გრძნობების. თან ორმხრივი გრძნობების. მეგობრებო, გაიგებთ იმას, რომ თუ კი თქვენ ეჭვი გეპარებოდათ ადამიანში, თქვათ ახლა მეგობრებო, რადგან საჯაროა, ხო? ყველამ თქვენ სიტუაციას მოირგეთ. უბრალოდ თქვენ შეიძლება ეჭვი გეპარებათ ადამიანში, მაგრამ გაიგებთ იმას, რომ და ეხდება ფარდა იმას, რომ გრძნობა ორმხრივია. კი. თქვენი გრძნობები ორმხრივია. ცალმხრივი არაა. ნუ შეიძლება ახლა მიზეზების გამო ადამიანი გიმალავდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ გაიგებთ, რომ ეს ორმხრივია, ფარდა ეხდება ამ ყველაფერს. კი. ესე ძალიან მაგარი კარტია ქვემოდან. და ეს კარტი არის აი უმაგრესი ფოტო მეგობრებო.
ეხლა ეს ყველაფერი რომ დავშვიროთ ერთმანეთს ჩვენ. ხო, რა ლავაზი სურათია. ხო, ეხლა გეტყვით ამ ორი კარტის 2, 4, 5 და აი ეს ორი კარტი ეხლა ჩვენ აღწეროთ და ქვემოდან კიდე ეს არის კიდე მეგობრებო, იცით რისი კარტი? ეს არის კეთილშობილების კარტი. ანუ ხო, ეს ეხლა თქვენ ხართ. ამაში ორი აზრი არა. ეხლა მინდა ეს ორი კარტი გავშიფრო. ეს ერთი არის რაღაცის სამზადისი. ეს არის სამზადისის კარტი, ადამიანი რომელიც ემზადება რაღაცისთვის, ამზადებს, მომზადებული აქვს, ჩამოწერილი აქვს, დაწერილი აქვს, გამზადებული აქვს და იმის და მიხედვით უკვე ემზადება და რისთვის ემზადება. ხო, რისთვის ემზადება. მოკლედ, ეს კარტი არის ინიციატივა, ეს არის კი, აი დაწყება ანუ მეგობრებო, ძალა, ძლიერი ადამიანის კარტია, ადამიანი ძლიერი, რომელიც ემზადება რაღაცისთვის, რომელსაც სურვილი აქვს რაღაცის და ეს არის კიდევ მესაკუთრეობის კარტი. ეს შეიძლება იყოს ამავდროულად იმედგაცრუების კარტიც და შურიზიების კარტიც. ხო, ეხლა თუ ჩვენ იმას არ ჩავთვლით, რომ რომელიმე თქვენთაგანი თუ ფიქრობს და ემზადება იმისთვის, რომ ვინმე სამაგერო გადაუხადოს. მეგობრებო, ეს არც იფიქროთ. ეს არ იფიქროთ. ეს გონებაშიც არ გაიელვოთ. უყურეთ ახლა, თუ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, რომ პირველი კარტი რაც იყო? პირველი კარტი იყო შოკირებული და გაოგნების კარტი. და აი დაბნეულობის კარტი, ხო? ეს კარტი, აი პირველი კარტი, მინდა ახლა აქედან უბრალოდ დავბრუნდე პირველი კარტისკენ. რომ ანუ უყურეთ ახლა, გულწრფელობის და შოკირების, ხო? აი დაბნეულობის. თუ კი თქვენ ამ დაბნეულობის ფონზე ისეთი ამბავი შეიძლება გაიგოთ, რომ შოკი მიიღოთ, ხო? კი, და ეს აქაც არის ამის შესაძლებლობა და საშუალება, რომ კი თქვენ გაიგებთ რაღაც ამბავს, რომელიც მოგცემთ შოკს და რომელთანაც დაიბნევით და ძალიან დაიბნევით. კი, დაბნეულობას ექნება ადგილი. თქვენ არც იფიქროთ, რომ ამ ყოლაფრისთვის თუნდაც ის რომ გაიგოთ, რომ მაგიას გიკეთებდათ, ვინმე და ცუდ რაღაცებს გიკეთებდათ. თქვენ არც იფიქროთ ის, რომ თქვენ ვინმე სამაგერო გადაუხადოთ, მეგობრებო. ეს არც იფიქროთ, არც გაიფიქროთ, არც დაგესიზმროთ, მეგობრებო. უბრალოდ. სიზმარშიც არ წარმოიდგინოთ ესეთი რაღაცა უბრალოდ. ამისთვის არც მოემზადოთ. ამის მზადება არ იფიქროთ თქვენ. ეს თქვენ არ გჭირდებათ. უყურეთ? თქვენ სამაგეროს გადახდა შეგიძლიათ რითი? ეხლა გეტყვით. ამის პასუხსაც გეტყვით, მეგობრებო. თქვენ იმდენად კეთილშობილი ხართ. თქვენ აი ბოლო კარტი. ესაა ბოლო კარტი. ქვემოდან იყო ეს კარტი. თქვენ იმდენად კეთილშობილები ხართ, უბრალოდ მეგობრებო, ხა მე მაინც ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რადგან ამოვიდა აქ ესეთი სურათი, რომ არ იფიქროთ იმიტომ, რომ და ვერც წარმოვიდგენ, რომ თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ ამაზე. თქვენ იმდენად კეთილშობილები ხართ. თქვენ იმდენად გჯერათ საკუთარი თავის და უფლის გწამთ და თქვენ იცით, რომ უფალი ყოველას თავისას დაუბრუნებს, ხო? თქვენ ამ ყველაფერს იცი დაუბრუნებთ, იცი ამ ადამიანებს? ყველაზე მარტივი პასუხი გინდათ გითხრათ, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ, მხოლოდ თქვენი კეთილშობილური მოსაზრებები. იმით, რომ დაკავდებით აი ამ ხიბლით, რაც ამ ადამიანს გააჩნია. ეს არის ადამიანი გონება. ეს არის ადამიანი სტრატეგია. ეს არის ძალა. ეს არის ძლიერი ადამიანი, თავდაჯერებული ადამიანი და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ მიაყენებს იმის შეურაცხყოფას, რომ აი ეს გააკეთოს. და სხვისი საქციელი გაიმეოროს. აი ხო წარმოგიდგენიათ მე ახლა რასაც ვამბობ, მეგობრებო, იმედია კარგად ხსნი ყველაფერს. ხო? თქვენ ხართ ღმერთი, თქვენ ხართ მშობელი, თქვენ ხართ დედა, მამა, უძლიერესი. აი წერო ადამიანის სიწმინდე, ადამიანის ძალა, ადამიანი, რომელიც მესაკუთრეა თავისი ცხოვრების.
არც არავის დაუთმობს არაფერს და არც არავის დაუშავებს არაფერს და საკუთარი ხელით თუნდაც შვილი ეკავოს ხელში ეს არის მებრძოლი დედა, მებრძოლი მამა და ადამიანი, რომელიც იბრძოლებს. კეთილშობილებით იბრძოლებს. თავისი შეხედულებებით იბრძოლებს, თავისი ადამიანობით იბრძოლებს და ეს არის მზე ადამიანი, რომელსაც აქვს სითბო. ეს შეიძლება იყოს კიდევ ლომიც, ზოდიაქოთი და ეს შეიძლება კიდევ იყოს, არ ვიცი, ეს კურო რა არის ეს ზოდიაქო? ეხლა მეგობრებო, ხო, კურო შეიძლება იყოს. აი უძლიერესი ცეცხლის ტიქია მიყურებდეთ ეხლა მეგობრებო. ხო. აი არ ვიცი და ესეთი ადამიანები არ ამგონია, რომ აი ამ დონემდე დაეშვნენ, რომ აი ამითი მაგიებით სამაგერო გადაუხადოს ვინმეს ან დაუბრუნოს. არ არსებობს. თხის რქა. კი ბატონო, თხის რქაც შეიძლება, კი? კი. არ გამოვრიცხავ. არ გამოვრიცხავ. თავისებურად ჯიუტები ხართ, მაგრამ თქვენ ამ სიჯიუტით გაგაქვთ ცხოვრება. ამ სიჯიუტით ებრძვით თქვენს ცხოვრებას. თქვენს ცხოვრებას არა ადამიანებს. თუმცა თქვენივე პატიოსნობით, თქვენივე წესებით, კანონებით მეგობრებო. თქვენ საზღურებს იცავთ ამით. კი. აი ესეთი ძლიერები ხართ. ვერ ძიც თუნდაც. მეგობრებო, ეხლა ზოდიაქოს მაინდა-მაინც ნუ მივეჯაჭვებით, ამიტომ უბრალოდ ვამბობ, რომ ცეცხლის ტიქია. ხო, ცეცხლის ტიქია, ძლიერები ხართ მოკლედ რა. მებრძოლები ხართ. ძალიან მებრძოლი ადამიანები მიყურებთ, რომლებიც შეურაცხყოფას არც სხვას მიაყენებთ, არც სხვას მიცემთ შეურაცხყოფის უფლებას და ჯერ ეს ერთი საკუთარ თავს არ მიაყენებთ იმ შეურაცხყოფას, რომ სხვის დონეზე დაეცეთ, დონემდე დაეცეთ მეგობრებო. არა, ეს გამორიცხულია უბრალოდ. თქვენ ხართ კიდევ ადამიანები, სადაც შედიხართ მზეში გაქვთ და სინათლე. ბევრი თქვენთაგანს აი მანდილოსნებო. აი თქვენ თუნდაც ხო, აი ისეთები ხართ ეშხიანები და შარმიანები, რომ შედიხართ სადმე, შენობა იქნება თუ აი არ აქვს მნიშვნელობა სადაც მიდიხართ, ყველა გიყურებთ, თვალს გატანთ ყველა. ძალიან შარმიანები ხართ, თუნდაც მამაკაცებო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიყურებთ, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველა თქვენ გიყურებთ. თუნდაც თქვენივე სქესის წარმომადგენელი ადამიანები. კი. ერთხელ მეგობრებო გეფიცებით შარშანწინ ვისვენებდი კუნძულზე. შარშანწინ ვისვენებდი კუნძულზე და შევედი ერთ რესტორანში, გეფიცებით. ხო? ყველა მოbrunდა და მიყურებდა მე. და ჩემი გამიკვირდა, რომ რაიმე არასწორად ხო არ მქონდა, აი შევხედე ჩემს გარეგნობას, ხელზე დავიხედე, ფეხზე დავიხედე და გვერდით მყოფს ვკითხე, რაიმე ხომ არ მჭირდა. რაიმე არასწორად ხო არ მქონდა. დედას გეფიცებით. თუ ერთ სიტყვას ვტყუოდე, გეფიცებით. ხო, აი ესეთები ხართ თქვენ. თქვენივე წარმომადგენელი გიყურებთ. ხო. არა მგონია, რომ აი იმ დონემდე დაეცეთ, რომ აი მაგიაა. აი თქვენ ეს არ გჭირდებათ მეგობრებო. საკუთარი თავის გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ ეს თქვენ არ გჭირდებათ. დავმალავ იმ კარს, არა აი ჩემზეც მოქმედებს. ხო. აი ამიტომ იყავით ესეთები, დარჩით ესეთები, როგორებიც ხართ. საკუთარი თავის კი, საკუთარი თავის რწმენით, რატომაც არა. მებრძოლები ხართ, სულით მებრძოლები ხართ მეგობრებო. მე ფიზიკურად არ ვარ ისეთი ძლიერი, სულიერად რო ვარ. წარმოგიდგენიათ? მე არ ვარ ფიზიკურად ძლიერი, ფიზიკური დატვირთვა არ შემიძლია, სულიერად უფრო ძლიერი ვარ. კი. ფიზიკური ძალა არ შემიძლია მეგობრებო. მაგრამ სულიერად ვარ? ვერაფერმა წამაქცია. კი, და ასეც არის. ჯოჯოხეთ გამოვლილი მეგობრებო, მაგრამ ვერაფერმა წამაქცია. ვერაფერმა გამანადგურა, ვერაფერმა ვერ მომერია მეგობრებო.
აი ამიტომაც იყავით ისეთები, როგორიც ხართ, სულით მებრძოლები, მეგობრებო და ვერაფერი ვერ წაგაქცევთ. გარწმუნებთ, გეფიცებით. ძალიან მაგარი გაშლა იყო დღეს. მადლობა უფალს, რომ მოვდივარ თქვენთან, მაინც მე კმაყოფილი ვარ ყველა ჩემის თითოეული საჯარო გაშლით თუ ლაივით. უფალს მადლობა, რომ ესეა თუ ისეა მეგობრებო, მაინც პოულობთ ერთ წინადადებაში პასუხებს. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ყველა თითოეული თქვენთაგანი თქვენს პასუხს მაინც პოულობთ ჩემს საჯარო გაშლებში. აი გეფიცებით, მე ამის მწამს კი. ეს 100-ია ნამდვილად. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული ამაში, რომ აი ზუსტად იმას ვამბობ, რაც სწორია. ამ სიტუაციას რა მოყვება და ყველაფერი კარგი. რომ ჯოჯოხეთი დამთავრდა უკვე, მეგობრებო. აი თქვენთან ახლა დააკვირდით. მოდი ახლა გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, უბრალოდ ახლა ჩემებურად. უყუროთ ახლა რისი თქმა მინდა. მეგობრებო, აი ადრე ხო იყავით ცუდად. ხო? ადრე იყავით ძალიან ცუდად. დარწმუნებული ვარ. კი. აი ადრინდელ სიტუაციას და ახლანდელ თქვენს ყოფას შეადარეთ უბრალოდ ერთმანეთი. ადრე ხო უფრო ცუდად იყავით, ეხლა როგორ ხართ? დასკვნა გამოიტანეთ აქედან, მეგობრებო. რომ აი ხო ხვდებით რისი თქმა მინდა. აი ეხლა რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ეს უკვე რთული და მტკივნეული აღარ იქნება თქვენთვის. გამორიცხულია. ცოდვილი კი, ყველაზე საცოდავი ადამიანია მაგი. ვინც მაგას მიმართავს და მაგას გაიფიქრებს უბრალოდ სიზმრადად თუნდაც. ხო. აი მეგობრებო, აი მე დარწმუნებული ვარ ეხლა, ხო? 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ადრე თუ კი იყავით ძალიან ცუდად, ეხლა აღარ ხართ ისე, მეგობრებო. აბა თქვით, რომელი ხართ უკვე ბევრად უკეთ და ეხლა როგორ ხართ იცით, თქვენთვის დაბრკოლება უკვე მტკივნეული აღარ არის. თუ კი ადრე რამე გაყენებდათ ტკივილს, ეხლა აღარა ისე, როგორც ადრე იყო, მეგობრებო. აი აქამდე მოხვედით, რომ ამ ყველაფერს შეხედავთ სხვანაირად. გულთან აღარ მიიტანთ უკვე არაფერს და ეს არ იქნება უკვე მტკივნეული თქვენთვის. და უფრო ადვილად გადაიტანთ ამ ყველაფერს. არ მიაქცევთ უკვე ყურადღებას. რამდენი ხართ უკვე ესე აღიარეთ, მეგობრებო. კი, ბევრად, 10,000 ჯერ უკვე უფრო უკეთესად იქნებით კიდე ხვალიდან, მეგობრებო. მეგობრებო, შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს დღეს და არ მექნება, ძალიან გთხოვთ. უბრალოდ მიიღეთ ეს სიტუაცია და ეს საჯარო გაშლა, რაც თქვი ეხლა და იყო აქ წარმოთქმული. შეკითხვებზე პასუხები აქ არ გვინდა. დავჯერდეთ იმაზე, რაც არის ეხლა. აი ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ეს არის ის ადამიანი, ვინც არ ფიქრობს არაფერზე, ცუდზე. საკუთარი თავის იმდენად ჯერა, რომ იქნება თუ არ იქნება ურთიერთობაში, ეს ადამიანი მაინც მშვიდი და გაწონასწორებულია, მაინც მებრძოლია, მიღებულია მისთვის ის ცხოვრება, რაც აქვს. აი ესე უნდა იყოთ თქვენც. აქ ახლა მე პარტნიორს ვერ ვხედავ. ხო? აი პატარა ბავშვით დგას ქალი ხელში, ღია ცის ქვეშ. მზის და გარემოს ამარა, წეროს ამარა. და ხელში უკავია რაღაც მებრძოლი, საბრძოლო მოსავლის ასაღები, რაღაც მეტალი. ხო. აი მეგობრებო, იყავით ასეთები. საკუთარი თავის გრჯეროდეთ. სხვა დანარჩენი მიანდეთ უფალს. ყველაფერი გექნებათ 5-იანზე, 10-იანზე, 100-იანზე, მეგობრებო. შეკითხვა არ დასვათ. ვიქნებით თუ არა ერთად? ეს შეკითხვა არც უნდა გაინტერესებდეთ, მეგობრებო. არ დაინტერესდეთ ამით, გარწმუნებთ. არ დაინტერესდეთ ამით. ეს შეკითხვა არ დაუსვათ უფალს. ვიქნებით თუ არა ერთად? არ გინდათ.
ხო, რა თქმა უნდა, მეგობრებო. უფალს უნდა ენდოთ. ჯერ საკუთარი თავს და მერე უფალს. საკუთარი თავის გწამდეთ. და იმისი რაც გაქვთ ეხლა. დანარჩენი მიანდეთ უფალს მეგობრებო. ამ ადამიანს არაფერი შიში არ აქვს. არც იმის შიში აქვს თუ ვინმე იქნება თუ არა მასთან. აი ხო ხედავთ მეგობრებო. არავინ არ ყავს გვერდით, მაგრამ ეს მოშიშარი ადამიანის სურათი არაა. არც ვინმეს ინტერესი აქვს ამ სურათს. არა, ესეთები უნდა იყვეთ. აი ესეთები უნდა იყვეთ მეგობრებო. თუნდაც ჩვილი ბავშვით დარჩეთ ქუჩაში. არც ამის შეგეშინდეთ. ხო, არც ამის არ შეგეშინდეთ. აი ზუსტად ეს ვთქვი თავში. 5 შვილის თუ 10 შვილის დარჩებით ქუჩაში მარტო, ამის არ შეგეშინდეთ. წასასვლელი არ მაქვს, არ სად წავიდე, როგორ გავცილდე უღირს ქმარს. ეს არასოდეს არ იფიქროთ და ამან დაბრკოლება არასდროს არ შეგიქმნათ. აი, ეს ადამიანი პატარა ბავშვით გარეთ დგას, ღია ცის ქვეშ, მზის ქვეშ. აი, ეს ადამიანი პატარა ბავშვით გარეთ დგას, ღია ცის ქვეშ, მზის ქვეშ. ხო. მაგრამ შიში არა აქვს. ამის თქმა მინდა. ასე რომ, აი ესე უნდა იყოთ თქვენც. აი ესე უნდა იყოთ თქვენც მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ლაივის, როგორც ყოველთვის, ეხლაც. როგორც ყოველთვის, ეხლაც, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ სასიკეთოდ აიღეთ ინფორმაცია ამ ყველაფრიდან. ერთი წუთით ეკრანს ხელი უნდა გადაუსვა. ხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არასდროს არაფრის არ შეგეშინდეთ. არაფერმა არ უნდა შეგაშინოთ. რამ უნდა შეგაშინოთ მეგობრებო? არაფერზე ხელი არ ჩაიქნიოთ. არა, არავის იმედი არ იქონიოთ კიდე, საკუთარი თავის გარდა. დამთავრდა კინო, სერიალები, ხო აღარ გინდათ? სერიალები, ბრაზილიური სერიალები, თუნდაც იტალიური სერიალები რა საყურებელია, ნებისმიერი სერიალები, სადაც არის ერთი და იგივე. არა, всё. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რაც იყო დღეს აქ წარმოთქმული, აიღეთ დადებითად და დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეცვლით თქვენს ცხოვრებას. დალოცვილი გამყოფოთ უფალმა ყველა თითოეული თქვენთაგანი. უღრმესი მადლობა ყველას. დაეწარსულის ჯოჯოხეთი დასრულებული იყოს და მე დარწმუნებული ვარ უკვე, რომ თქვენ ნებისმიერი თქვენთაგანი ნებისმიერ სიტუაციას გადალახავთ უკვე, იმდენად ძლიერები ხართ. აი ის ხართ, ვინც აქ ხატია. ნებისმიერს თქვენ უკვე გაუმკლავდებით. ასე რომ, თქვენ ხართ უკვე შემდგარი ადამიანები, მეგობრებო. ასე რომ, არაფერზე არ ინერვიულოთ, უფალი ყოველთვის თქვენთან არის. მე კი დაგემშვიდობებით, ვეცდები რომ ავტვირთო ეს ვიდეო, ლაივი, თუ მოვახერხე ეხლავე თუ არა და ხვალდილით, იმიტომ რომ ჩემს ოთახში უჭირს ტელეფონს ჩემო ძვირფასებო და ეხლა რომ გავიდე იქ ვისაც სადაც მუშაობ ის გაიღვიძებს და მე მთელი ღამე ვერ დავისვენებ, ასე რომ მომიტევეთ, მაპატიეთ, ამიტომ ვერ შემოვედი თქვენთან. თუმცა მე ყოველთვის თქვენთან ძალიან კარგად გრძნობ თავს, ძალიან კარგი ენერგიები მოდის თქვენგანაც. მე ვგრძნობ ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო. თქვენს გვერდით მიგულეთ, მიყვარხართ, გაფასებთ და მოკლედ თქვენს გვერდით ვარ მე ყოველთვის, ასე რომ live is love. ჩართე ლაივი და შემოვალ შენთან, ჩემო კარგო. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ წარმატებული და მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება აბა დროებით, კარგად იყავით და გელოდებით კომენტარებში შემდეგ. უღრმესი მადლობა ყველას.